მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი ისტორია ადამიანზეა, რომელმაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავისი ამბავი გააზიარა პოსტის სახით. ამბავმა მკითხველთა შორის ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. მარკმა ასეთი სახელით გაგვიცნო გულწრფელად მოყვა სკოლაში განცდილ დამცირებებზე. მისი პოსტი გვიყვება ისტორიას ახალგაზრდა კაცზე, რომელიც წლების შემდეგ დაეკონტაქტა თავის ყოფილ მოძალადეს და ამით გვაჩვენა თუ როგორ შეუძლია ადამიანს დროის გასვლის შემდეგ შეიცვალოს, გახდეს გაბედული და თვალებში ჩახედოს ადამიანს, ვისიც წლების წინ ძალიან ეშინოდა. რეალურად მარკს ანგარიშის გასწორება სულაც არ სურდა ამ ადამიანთან. უბრალოდ უნდოდა მის პირისპირ დამდგარიყო და მისი ახლანდელი შინაგანი სამყაროს შესახებ გაიგო. სანამ ამბავს გავაგრძელებდეთ, ძალიან გთხოვთ ვიდეოს დასრულების შემდეგ, თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ, ნუ დაიზარებთ დალაიქებას. მოგეხსენებათ არხი კრიზისს განიცდის და ამხელა აუდიტორიის მიუხედავად ვიდეოები მაყურებლამდე ფაქტიურად არ მიდის. ასე რომ მეგობარო, ვინც ამ მომენტში უსმენ ჩემ ამ ნათქვამს, გაითვალისწინე, რომ შენი ერთი მოწონებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და დიდ სამსახურს გამიწევს. ამიტომაც კიდევ ერთხელ გთხოვ, ნუ დააიგნორებ ჩემს ამ თხოვნას და დაალაიქე ვიდეო. მოკლედ სიტყვასიტყვით გთავაზობთ მარკის პოსტს. მთელი ცხოვრება მორცხვი და მოუხერხებელი ვიყავი. ამიტომ სწავლის წლებში საკმაოდ ბევრ მოძალადეს გადავაწე. თუმცა ეს ბიჭი, ვიზეც მინდა გესაუბროთ, ნამდვილი კოშმარი იყო ჩემთვის. მისი ყოველი გამოხედვა, ყოველი სიტყვა ეკლებად მესვებოდა გულში. არ არსებობდა დრო და არ არსებობდა სიტუაცია, რომ არ ეძალადა მას ჩემზე. სკოლის დამთავრების შემდეგ 15 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ შევხვედრი ვარ მას და შესაბამისად არც ვილაპარაკია მასთან. წლების განმავლობაში მის ხსენებაზეც კი ტანში ჟრუანტელი მივიდა. დრო გავიდა, მე გავიზარდი, შევიცვალე. ბევრად ძლიერი და წარმატებულიც გავხდი, მაგრამ ერთხელაც ვერ გავბედე მასთან დაკონტაქტება. რამდენჯერმე შევედი მის გვერდზე, იმ იმედით, რომ მივწერდი, მაგრამ ყოველთვის გადავდებდი ხოლმე ამას და ვამჯობინებდი, რომ შემდგომში დამკვავშირებოდი. არ ვიცი რატომ ხდებოდა ეს ასე, ალბათ შინაგანად არ ვიყავი ჯერ მზად ამისთვის. მის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი წყენა და შიში თითქოს მბორკავდა. ვფიქრობ, ადამიანები ასაკთან ერთად უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები ხდებიან. რადგან დღეს დილით შემთხვევით წავაცდი მის პროფილს და არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა, მე მას ნამდვილად მივწერე. იმ წამს ვინანე, თითქოს ისევ ის ბავშვი გავხდი, ვისაც ასე ეშინოდა მისი, ხელები ამიკანკალა, სუნთქვა შემიკრა, მაგრამ ჯანდაბა, მაინც გავაკეთე ეს და თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოვიშორე მხრებით. მისგან არ ველოდი პასუხს, თუმცა იმედს ვიტოვებდი, რომ მოკლე აგდებულ და არასერიოზულ პასუხს მაინც მივიღებ. ისევ დაცინვით და ცინიზმით დატვირთულს. ის ხომ ამის დიდოსტატი იყო, მაგრამ მივიღე ისეთი პასუხი, რომელმაც გამაოგნა. დავიწყებ იმით, თუ რა მივწერე მე მას. გამარჯობა. როგორ ხარ? ამდენი წლების შემდეგ უბრალოდ მომინდა შენთვის მეთქვა, რომ სკოლაში ნამდვილი ნაძირალა იყავი და მე ნამდვილად არ ვიმსახურებდი შენგან ამ ყველაფერს. მინდა იცოდე, რომ შენი ჩემს მიმართ განხორციელებული ქმედებები წლობით მომყვებოდა. ამან ჩემში ღრმა ნაიარევი დატოვა. მე შენი მეშინოდა და ამას ყველა ხედავდა და იმის მაგივრად გვერდით დამდგომოდნენ, შენს გასაგონად დამცინოდნენ. შენთან შეხვედრა მინდა. განა იმისთვის, რომ ანგარიში გაგისო? არა. უბრალოდ მინდა თვალებში ჩახედო და გავიგო, როგორი გახდი. წარმოიდგინეთ, მე მივიღე მისგან პასუხი. აი რას მწერდა ის. გამარჯობა მარკუს. იცი, მე ვერ გავუბედე შენთან დაკავშირება, თუმცა ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვნანობ ჩემს აქციას. ბოდიში, რომ ჩემმა მომწიფებლობამ ასეთი ნეგატიური გავლენა მოახდინა შენზე. აბსოლუტურად მართალი ხარ. სკოლაში მართლაც ნაძირალა ვიყავი, თან უმიზეზოდ. წარმოიდგინე, ცუდი ბიჭობა მაგარი მეგონა. ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ არასდროს მიპასუხებდი იგივეთი. თუ დამიჯერებ, მომწონდი კიდეც შენი უბრალოებით და მორიდებულობით, მაგრამ მე ხომ ცუდი ბიჭის იმიჯი მქონდა და მუდმივად ჩაგრავდი. ამიტომაც შენთან მეგობრობა არ გამოვიდოდა. უდავოდ არ მქონდა მიზეზი, რომ ასე მოქცეოდი შენ. მინდოდა ბოდიში მომეხადა. მეჩვენებოდა, რომ შენი დამცირებით თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობდი. ეს იყო ჩემი სისუსტის გამოვლინება, რომელსაც ახლა ხვდები. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კარგად ხარ და ბედნიერად გრძნობ თავს. გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენე. ლაპათი ყველა იმ უსიამოვნებისათვის, რაც შეგიქმენი. თუ ამის აუცილებლობა მართლაც არსებობს, მე შეგხვდები, თუმცა გამიჭირდება თვალი გაგისო.
მარკმა სტატუსის ბოლოს აღნიშნა, რომ ის და მისი ყოფილი მოძალადე ერთმანეთს შეხვდნენ. მათი შეხვედრა იყო საოცრად ემოციური და მრავლისთქმელი. მარკმა მიუტევა მას. მოძალადემ კი მარკს თხოვა, თუ კი ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელია, და მეგობრები გახდნენ. თუ კი სურვილია, გვიან ხომ არაფერია, ამიტომაც მათ შორის ნამდვილი გულწრფელი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ეს ამბავი აჩვენებს, რომ შერიგება შესაძლებელია, მაშინაც კი, როდესაც წარსული ჭრილობები ღრმაა. მოძალადის გულწრფელმა მონანიებამ და მარკის გაბედულმა ნაბიჯმა უამრავ ადამიანს იმედი ჩაუნერგა, რომ წლების შემდეგ მოძალადეები ინანებენ თავიანთ აქციებს და შესაძლოა პატიებაც ითხოვონ. ეს არის ამბავი სიმამაცეზე, პატიებაზე და იმაზე, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ. ეს გვაძლევს იმედს, რომ ტკივილი შეიძლება განიკურნოს და ცხოვრება წარსული ტვირთის გარეშე გაგრძელდეს. ძალადობა, ანუ ბულინგი, თანატოლების მხრიდან სამწუხაროდ არ არის იშვიათი მოვლენა. ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ბავშვური ხუმრობა, ანუ უწყინარი გაშაყირება. ეს არის სისტემური ძალადობა, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე და ზოგჯერ მთელ მის მომავალ ცხოვრებაზე. როგორ აისახება ბულინგი ადამიანებზე? წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ყოველდღე შიშით მიდის სკოლაში. მისთვის საკლასო ოთახი, დერეფანი, ან თუნდაც სასკოლო ეზო არა უსაფრთხო გარემო, არამედ ბრძოლის ველია, სადაც მუდმივად დაძაბულია და ელოდება მორიგ შეტევას მასზე. ბულინგი მსხვერპლზე მრავალი სახით მოქმედებს. ემოციური და ფსიქოლოგიური ტკივილი. ბავშვები განიცდიან შიშს, სირცხვილს, მარტოობასა და უიმედობას. მათ უჩნდებათ დაბალი თვითშეფასება, ეუფლებათ განცდა, რომ არავის ჭირდებათ. ფიქრობენ, რომ არ არიან საკმარისად კარგები და ამის გამო იმსახურებენ ასეთ მოპყრობას. ეს ხშირად იწვევს დეპრესიას, შფოთვას, პანიკურ შეტევებს და ზოგჯერ სუიციდურ აზრებსაც კი. მსხვერპლი ხშირად ერიდება სოციალურ კონტაქტებს, გაურბის სკოლას, კლასელებს, რადგან ეშინია მორიგი დამცირების, ან ფიქრობს, რომ არავის ესმის მისი. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მარტოობის განცდას. ნდობის დაკარგვა. ბავშვებს უჭირთ უფროსების ან თუნდაც თანატოლების ნდობა, რადგან თავს მიტოვებულად და დაუცველად გრძნობენ. რა ურჩიოთ მათ, ვინც ბულინგის მსხვერპლია და ვერ უმკლავდება? თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს შეხება გქონიათ ბულინგთან, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და ამ ტკივილთან გამკლავება შესაძლებელია. ილაპარაკეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები სანდო ადამიანებს, მშობელს, მეგობარს, მასწავლებელს, ნათესავს ან ფსიქოლოგს. არ შეინახოთ ტკივილი საკუთარ თავში, რადგან ეს მხოლოდ ამძიმებს მას. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ ხართ დამნაშავე. ბულინგი მოძალადის პრობლემაა და არა თქვენი. თქვენ არაფრით არ იმსახურებთ ამ მოპყრობას. ეს მათი სისუსტის და არა თქვენი ნაკლის გამოვლინებაა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, დაკავდით აქტივობებით, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. ივარჯიშეთ, წაიკითხეთ, გაატარეთ დრო ბუნებაში. ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია. როგორც მარკუსის ისტორია მაჩვენა, ზოგჯერ პატიება, თუნდაც წლების შემდეგ შეიძლება სწორედ გამწმენდი პროცესი იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავივიწყოთ მომხდარი. პატიება საკუთარი თავის გათავისუფლებაა წყენის ტვირთისაგან. ეს რთული გზაა და მხოლოდ მაშინ უნდა გაიაროთ, როცა ამისთვის მზად იქნებით. ბულინგი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მისი გავლენა არ არის განაჩენი. სიმამაცით, ხარდაჭერითა და საკუთარ თავზე მუშაობით შესაძლებელია ამ ჭრილობების განკურნება და სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრების გაგრძელება. ვიდეო დასასრულს მივახლოვდა მეგობრებო, იმედია მოგეწონათ. თუ ეს ასეა, ძალიან გამახარებთ თუ თითოეული დაალაიქებთ. მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.